მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს. მე მინდა დღეს თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა ადამიანზე, რომლის გრძნობების შესახებ თლად ყველაფერი არ იცით. და კითხვა მდგომარეობს შემდეგში, რა გრძნობა დატოვეთ მასში? მოდი ვნახოთ, რა გრძნობა დატოვეთ მასში? ეს იქნება ექსპრეს გაშლა, მოკლე გაშლა იქნება, მაგრამ გავაკეთებ 3 ვარიანტზე და მე მოგცემთ არჩევანის საშუალებას, რომ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და ეყრდნოთ თქვენს ინტუიციას და აქ სასწაულებს თქვენი ინტუიცია ახდენს. ამასობაში კი ყველას გთხოვთ დაფიქსიროთ თქვენი აზრი გაშლებთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად გეხმარებათ ჩემი გაშლები თქვენს ცხოვრებაში. და აქვე მადლობას გადაგიხდით იმ ადამიანებს, ვინც არიშურებთ თქვენს ემოციებს, გულწრფელ ემოციებს და მე ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გავაკეთო კიდევ უფრო მეტი გაშლა თქვენთვის და მადლობა კიდევ იმ ადამიანებს, ვინც მენდობით მოდიხართ პირად კონსულტაციაზე. წერთ პირადად, თუნდაც პირადად წერილებს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კვლავ დაგელოდებით კომენტარებში ვიდეოს ქვეშ. მაშასე, პირველი ვარიანტი. რამდენად მეორე ვარიანტი, რა დატოვეთ, რა გრძნობა დატოვეთ მასში და მესამე ვარიანტი, რა გრძნობა დატოვეთ მასში. პირველი ვარიანტი, ჩემი საყვარელი არ ჩანს. პირველი ვარიანტი იქნება ჩემი საყვარელი ლაბრადორიტი. მეორე ვარიანტი გახლავთ ამეთვისტო და მესამე ავანტურინი მწვანე. მაშ ასე კონცენტრირდით, წარმოიდგინეთ აი ეს ადამიანი, ვისაც გაშლას უყურებთ, დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და რომელი ვარიანტით დაგიძახებთ და მიგიზიდავთ, ის იქნება თქვენი, მეგობრებო. პირველი, მეორე, მესამე, თუ ვერ არჩიეთ, დააპაუზეთ ვიდეო. გეტყვით, რომ გაშლას სწორედ მაშინ რეზონირდება, როდესაც მას ჩართავთ, არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის ვიდეო ატვირთული. პირველებო, მოგესალმებით და რა გრძნობა დატოვეთ მასში? მასში დატოვეთ აი ეს ბავშვური უმანკო გრძნობა, როდესაც ემოციების გაცვლა, გამოცვლა თქვენ შორის იყო ძალიან გულწრფელი. დატოვეთ აი ეს ხალასი გრძნობა, ხალასის შეგრძნება, მხიარული, ბედნიერი, როდესაც თქვენ ხართ ერთად, ან იყავით ერთად. მასში დატოვეთ გრძნობა, რომელიც არის ძალიან სასიამოვნო და ეს არის ორმხრივი, მეგობრებო. ეს გრძნობა ამ ადამიანისთვის იყო ბედნიერების მომნიჭებელი, რადგან ეს გრძნობა იყო ორმხრივი და ზუსტად იმდენივეს იღებდით ერთმანეთისგან, რასაც გასცემდით. მოდი კიდევ დავამატებ.
რა გრძნობა და ემოცია დატოვეთ მასში. მეგობრებო, ოღონდ მე ვთქვი, რომ როგორი ბედნიერი და ესეთი უმანკო იყო თქვენ შორის ეს გრძნობა ამ ადამიანისთვის თქვენ დატოვეთ, აი უმანკო სიყვარულის შეგრძნება, მაგრამ აი ამას ახლავს ძალიან დიდი ტკივილი, ახლავს ძალიან დიდი სევდა და შეიძლება თქვენ შორის ახლა არის სიშორე და სწორედ აი ამიტომ აი ლამაზ გრძნობას იმპულსურ და გულწრფელ გრძნობას ძალიან დიდი სინანული და გულის ტკივილი ახლავს თან, რასაც ეს ადამიანი უნდა ითქვას, რომ დეპრესიამდე მიყავს. ეს გახლავთ პირველი ვარიანტი, მოპირველებო დაგელოდებით კომენტარებში და გადავალ მეორე ვარიანტზე, ვინც ამეთვისტო ავირჩიეთ, ნახოთ ამ ადამიანს აქვს მონატრება. მეორე ვარიანტი, თქვენ დაუტოვეთ ამ ადამიანს მონატრება. მონატრება არა მხოლოდ თქვენი, მონატრება ბედნიერი წუთების, ბედნიერი მომენტების. ამ ადამიანს ენატრება თავისივე თავი წარსულიდან. ამ ადამიანს ენატრება აი ის მომენტები, როდესაც იყო ბედნიერი თქვენთან ერთად. შეიძლება საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის ბავშვობის სიყვარულიც იყოს და აი მასთანაც აი ამ ემოციას იწვევდეთ. თქვენ მასში იწევებთ სათუთ მონატრებას და ეს მონატრება არის ყველა იმ წუთის, რომელიც კი გაგიტარებიათ ერთად. კიდევ ძალიან სტკივა, ამის გამო გულის ტკივა და ეს იზმრება ეს ყველაფერი, რაც თქვენ წარსულში გაგივლიათ. სტკივა გული, აი ერთგვარი იმედგაცრუება ამისთვის, ერთგვარი შეიძლება მეგობრებო, ეს სამკუთხედიც იყო. არ არის გამორიცხული, მაგრამ არ მინდა გაშლა სხვა მიმართულებით წავმართო და რა კითხვაც დავსვით, თუ რა გრძნობა დატოვეთ მასში. არის ძალიან ძლიერი მონატრება, რომელსაც ტკივილამდე მიყავს და ილუზიებში აგდებს, ფანტაზიურობს ეს ადამიანი და იხსენებს აი ამ წარსულის ლამაზ მომენტებს. ხშირად სიზმარშიც კი ეს იზმრება ეს ყველაფერი და როდესაც გამოერკვევა საშინელ ტკივილს განიცდის. ეს გახლდათ მეორე ვარიანტი, მეორეებო, თქვენც მე დაგელოდებით თქვენც და მესამე ვარიანტი, მწვანე ავანტურინი. რა გრძნობა დატოვეთ მასში. აქ თითქოს ადამიანი გამარჯვებულია. რა გრძნობა დატოვეთ მასში. რას ქვია გამარჯვებულია, რას ეხება, გავშალოთ, ჩავშალოთ, რას ეხება. რა გრძნობა დატოვეთ მასში. რას ეხება. მეგობრებო, როდესაც ამ ადამიანმა ჩათვალა, რომ გამარჯვებულია, ჩათვალა, რომ ყველაფერში
კარგად არის, მყარად დგას ფეხზე, აღიარებულია და თქვენი სიყვარულიც ერთგვარი მისი აღიარება იყო იმ მხრივ, რომ თვით შეფასება უმაღლეს დონეზე ჰქონდა, სწორედ მაშინ მიიღო მან დარტყმა. რაღაც არჩევანი ვერ გაკეთდა და სწორედ აი ამ ვერ გაკეთებული არჩევანის გამო იმედი გაუცრუდა. ეს ადამიანი იმედგაცრუებულია, გულნატკენია და არ გრძნობს თავს კარგად, რადგან ამ ადამიანს ერთგვარად მიაჩნია, რომ გვირგვინი ჩამოხსენით თავიდან. მე ვერ გეტყვით თქვენ სწორად მოიქეცით თუ არა, რადგან ზოგიერთ ადამიანს ცოტა დიდი აქვს გვირგვინი და ვერ ხვდება ამას და ამისთვის საჭიროა, რომ მიახვედრო და ნამდვილად ჩამოხსნა ეს გვირგვინი ნიღაბთან ერთად. თუმცა მე არ ვაპირებ იმ ადამიანის განსჯას და მაგრამ გეტყვით, რომ თქვენ ამ ადამიანს დაუტოვეთ იმედგაცრუება, რადგან გვირგვინი მოგლიჯეთ, დიდების გვირგვინი მოგლიჯეთ თავიდან. კიდევ რა გრძნობა დაუტოვეთ ამ ადამიანს? რა გრძნობა? ერთგვარად აქ მეგობრებო, ამ ადამიანს ეგოზე შეეხეთ, პირდაპირ გეუბნებით, შეიძლება აქ სამკუთხედი იყო და ვერ გააკეთეთ არჩევანი მის სასარგებლოდ, ან მან არ გააკეთა არჩევანი და აქეთ თვითონ არის გულნატკენი, მაგრამ აწვალებს ეს სიშორე, რაც არის თქვენ შორის, ამ ადამიანს აქვს უკმარისობის გრძნობა, შეურაცხყოფილად გრძნობს თავს და მიაჩნიხართ ვარსკვლავად, რომლის მოწყვეტა მას არ შეუძლია და რომელთან მიახლოებაც კი მის ძალებს აღემატება, ამიტომ ეს ადამიანი თქვენ მასში დატოვეთ უკმარისობის, ვერ აღიარების და ერთგვარად დამცირებულია ეს ადამიანი და გულნატკენია ახლა. ეს ადამიანი განიცდის, რომ ვერ მოგწვდათ და ფიქრობს, რომ ვერც შეწვდება და თვალს ვერ გაუსწორებს თქვენს სიკაშკაშეს. ეს გახლავთ მესამე ვარიანტი, მე დაგელოდებით კომენტარებში და დაგემშვიდობებით მომავალ გაშლამდე. მე კი გთხოვთ მომწეროთ, რაზე გსურთ შემდეგი გაშლები გავაკეთოთ დროებით. წარმატებები თქვენ!